ბაზარი ევროპული სულ სხვა, იქ სულ სხვა მოთხოვნებია, მაგალითად იგივე დოკუმენტაცია, რომელიც გაფორმდა პოლონეთში მქონდა მე ექსპორტი ციტრუსის, სულ სხვა საბუთები გაფორმდა, ვიდრე მაგალითად იგივე საქონლის ექსპორტისათვის უკრაინასა და რუსეთში. საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია იმისათვის, რომ მოხდეს ევროკავშირის ბაზარზე, უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებს, ტექნიკურ მოთხოვნებს ევროკავშირის ბაზრისა. ჩვენი ძირითადი საქონელი, რომელიც დღეს ევროკავშირის ბაზარზე ხვდება, საექსპორტო პროდუქტი, ისედაც აკმაყოფილებს ტექნიკურ რეგლამენტებს, მაგრამ არის რიგი პროდუქციისა, რომელიც ვერ ხვდება, ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. ამიტომ ჩვენ დღეს ვიხილავთ ზუსტად ბიზნესთან იმ რეფორმებს და დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს აქვს აღებული ვალდებულება